საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. $2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით 6 მილიარდ 790 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ახალი მონაცემების შესახებ გიყვებით საქმიან საღამოში. საპენსიო ფონდი კომპანიებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ფონდი მიუთითებს, რომ 2025 წლის 1 მაისიდან შესაბამისი დეკლარაციების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამსაქმებლებს დაეკისრება ჯარიმები და საურავები. სამეგრელო ზემოსვანეთის სამუნიციპალიტეტში 12 პროექტი განხორციელდება, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამურად 13.278.057 ლარით დაფინანსდება. სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში რწმუნებულის დავით ვერავას ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა. მოგესალმებით და საქმიანი საღამოა გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თელორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები განაახლა. სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით გაიზარდა და 9 მილიარდ 790 მილიონი დოლარი შეადგინა. ბრუნვის უდიდესი ნაწილი ტრადიციულად იმპორტზე მოდის, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 7 მილიარდ 195 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად არასრული 13%-იანი ზრდაა. პარალელურად მკვეთრად კერძოდ თითქმის 15%-ით გაიზარდა ექსპორტი, რომელმაც წლის პირველი 5 თვისთვის რეკორდული 2 მილიარდ 595 მილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-მაისში 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ია. საქართველოს მთავრობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ირკვევა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი. ამასთან შემუშავებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მათ შორის შერჩეულ საგნებში გამოცდების შედეგებს, აბიტურიენტების საშუალო ქულებს და ერთ დაბადებით კრიტერიუმს, რომელსაც უნივერსიტეტი განსაზღვრავს. უმაღლესი ჩარიცხვის სისტემის შესაძლო ცვლილების შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ბოლო მონაცემებით ცვლილებები 2027 წლის ზაფხულში ამოქმედდება. ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საინტერესო შეხვედრა შედგა, რომელზედაც იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ასოციაციის წევრებს ახალი სერვისი ბიზნეს ასისტენტი წარუდგინა. როგორც მთავრობაში ამბობენ, ბიზნეს ასისტენტის მიზნობრივი სეგმენტი ბიზნეს სექტორის ის ნაწილია, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები სჭირდება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს. ბიზნეს სეგმენტი უკვე ფუნქციონირებს და მას 20-მდე მსხვილი კომპანია იყენებს, მათ შორის ბიზნეს ასოციაციის წევრები. საპენსიო ფონდი კომპანიებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მიუთითებს, რომ თუ კომპანიები 2025 წლის 1 მაისიდან შესაბამის დეკლარაციებს არ წარადგენენ და თანამშრომლებს საპენსიო სისტემაში არ დაარეგისტრირებენ, ჯარიმები და საურავები დაეკისრებათ. საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კომპანიებს სისტემის წინაშე ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვს დაგროვილი, რის გამოც ფონდი ახსრულების მექანიზმების გაძლიერებას გეგმავს. 2025 წლის მაისის მდგომარეობით საპენსიო სისტემაში 1.091.679 ადამიანი მონაწილეობს, რომელთა ჯამური საპენსიო დანაზოგები 6 მილიარდ 900 მილიონი ლარის ტოლია. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი განვითარების ახალ ფაზაზე გადადის, რისთვისაც კომპანიამ ბიზნეს პორტფელი შეიძინა, რომელსაც საბანკო და ფინანსურ ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება არ მხოლოდ წარმატებული კომერციული გარიგება, არამედ სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც სრულად შეესაბამება კომპანიის ხედვას, რომელიც ქართულ მეწარმეების და
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ნონიკაშვილის განცხადებით, ამ პარტნიორობით ევროკრედიტი მომხმარებელს შესთავაზებს როგორც კონკრეტულ ინტერესებზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებს, ასევე გაუმჯობესებულ საპროცენტო პირობებს, მეტად მოქნილ ტექნოლოგიებს და გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას. ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე თბილისის აეროპორტიდან 12, ბათუმის აეროპორტიდან კი 7 რეისი გაუქმდა. როგორც TAV Georgia-ში გვიწყდეს, ფრენები გაუქმდა არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის მიმართულებითაც. მაშინ რა ტიპის ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ბრძოლის ორივე მხარეს მყოფ ქვეყანასთან. ისრაელური ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა. იმ დროისთვის პირდაპირ ინვესტიციები მცირე იყო, მაგრამ წლების განმავლობაში გაიზარდა. ისრაელიდან რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს შემოვიდა, რაც არასრული 38 მილიონი დოლარის ტოლი იყო, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე წელი საინვესტიციო ნაკადი იკლებდა, სანამ 2024 წელს 37 მილიონამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ისრაელიდან არასრული 13 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა, რაც მცირედი წლიური ზრდაა. განსხვავებული მდგომარეობაა ირანთან მიმართებით, საირანაც პირველი FDI 2006 წელს შემოვიდა და მაქსიმალურ მოცულობას 2018 წელს მიაღწია, როცა ირანიდან საქართველოში 8 მილიონ 200 დოლარი შემოვიდა. 2024 წელს პირდაპირ ირანული ინვესტიციები სულ რაღაც 595,000 დოლარი იყო, რაც იმ დროს 74%-იან ვარდნას წარმოადგენდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ირანიდან განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელმა საერთოდაც უარყოფითი 620,000 დოლარი შეადგინა. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეერჩია თევლარი გეონტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ქართული ოცნების მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების გაცემა აკრძალულია. მთავრობის თანხმობა დასჭირდება ქართველებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასაც. რა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას და რას დაკარგავენ მოქალაქეები, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსების გარეშე დარჩებიან? ანუ როგორ აისახება მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე? დღეს 21 საათსა და 30 წუთზე არასამთავრობო ორგანიზაცია ელკანას დირექტორი მარიამ ჯორჯაძე წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და ტრადიციულად განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც საკმაოდ პოზიტიური იყო. საშუალოდ 9%-იანიც დავიხელე, თუმცა მას შემდეგ კონფლიქტთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რამაც რა თქმა უნდა საფონდო ბირჟების დაღმასვლა გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც გეოპოლიტიკური რისკები ახლა უკვე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ეს კი ბუნებრივია, რომ ინვესტორებს არ მოსწონთ. საერთო ჯამში უკვე მიმდინარე კვირაზე შეგვიძლია ვთქვათ ორი სიტყვა და ის გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა თავისი შედეგებით, ფაქტობრივი უძრაობა გვაქვს ძირითად ინდექსებთან მიმართებით, ხოლო დღევანდელი სავაჭრო სესია, როგორც ხედავთ, საერთოდაც მინუსისაკენ არის მიმართული. S&P 500 და NASDAQ 0.5%-იან კლებას აფიქსირებენ, Dow Jones-ის შემთხვევაში კი კორექციის მაჩვენებელი არის 1%-ზე მეტი. საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ ნეგატიური. ანალოგიური ვითარება გვაქვს ევროპასა და აზიაში, სადაც ევროპის შემთხვევაში კლება არის 0.90%, შანხაის ინდექსთან -0.76%, ნიგაის ინდექსის შემთხვევაში კი -0.99%. როგორც ხედავთ, მთელი გლობალური საფონდო ბირჟა ფაქტობრივად არის გადაწითლებული, რაც პრინციპში მოსალოდნელიცაა. უნდა გადავინახოთ ნავთობზე, რომელიც არის როგორც ხედავთ, გაძვირებული, მოიმატა მისმა ფასმა დღის განმავლობაში 6%-ით და ერთკვირიან პერიოდში უკვე მატება არის 10%-ზე მეტი ამ ეტაპზე. ბრენტის ფასი $74 აღწევს, ხოლო WTI-ის ღირებულება არის დაახლოებით $72. ასევე არის გაძვირებული რუსული ნავთობიც, ამ შემთხვევაში ზრდა დღევანდელ სავაჭრო სესიაზე არის 2% და ურალის ფასი შეადგენს, როგორც ხედავთ, $74.5. აგრეთვე გაიზარდა ბუნებრივი აირის ღირებულებაც, ამ შემთხვევაში +4% გვაქვს და უკვე მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება 38 ევროიან ნიშნულს უახლოვდება ევროკავშირის მასშტაბით. ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, ისიც არის გაძვირებული. როგორც ხედავთ, უნცია მეტალის ფასი ამჟამად შეადგენს $3,430, ანუ ერთკვირიან პერიოდში ზრდა არის 3%-ზე მეტი, ხოლო ერთწლიან პერიოდში ოქრო არის გაძვირებული ლამის 47%-ით. რაც რა თქმა უნდა არის ნამდვილად შესანიშნავი შედეგი.
უნდა გადავინაცვლოთ კრიპტოინდუსტრიაზეც, რომელიც ამ ეტაპზე კორექციას აფიქსირებს, რაც თავისი არსით არის განპირობებული გეოპოლიტიკური რისკების ზრდით. 4% არის შემცირებული ბაზრის საერთო შეფასება და ის ამჟამად შეადგენს $3 ტრილიონი 920 მილიარდ. ბიტკოინის ფასი არის დაახლოებით 106,000-ის ფარგლებში, ეთერიუმი კი თითქმის $2,600 ივაჭრება. საერთო ჯამში კლება გვაქვს დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბიტკოინის და ეთერიუმის შემთხვევაში ეს კლება არის 2-დან 6%-ის ფარგლებში. კაპიტალიზაცია ამის ფონზე ეთერიუმისა გვაქვს 311 მილიარდი, ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში $2 ტრილიონი 104 მილიარდი. აქვე ჩვენს ქართულ კომპანიებზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა, რომლებიც არიან წარმოდგენილნი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. კლება გვაქვს საქართველოს ბანკთან მიმართებით და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კორექციის მაჩვენებელი არის, როგორც ხედავთ, 2.29%. TBC-სთანაც კლება არის საერთო ჯამში მიმდინარე კვირა გამორჩეული. TBC-სათვის ნამდვილად არ ყოფილა -1.32% გვაქვს. ამ ეტაპზე და ხედავთ ბოლო პერიოდში როგორც ხედავთ აი ესეთ არასაინტერესო დინამიკას, რომელიც არც აღმასვლისკენ არის მიმართული და არც დაღმასვლისკენ და აქვე ბოლოს უნდა ვისაუბროთ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს ჩვენ Foresight Investment Group. ეს არის Foresight ლარჯ ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 83%, ხოლო ანგარიზე 50,000 მეტრის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხო, მიღებული სარგებლის გატანა. ის მოცულობის გაზრდა შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე, ხოლო თავად Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ეს ვითარება გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი ეროვნულ ვალუტაზე საუბრით ვაგრძელებთ. დღეს პარასკევია და საქმიანი საღამოში ჩვენი ეროვნული ვალუტის ქართული ლარის გაცვლით კურსის ბოლო ერთი კვირის დინამიკას შემოგთავაზებთ. მიმდინარე სამუშაო კვირაში, რომელიც 9 ივნის დაიწყო და დღეს 13 ივნის დასრულდა, ქართული ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, გარდა ერთისა და ეს ვალუტა ევროა, რომელთანაც ლარი 2 თეთრით გაუფასურდა. ამერიკულ დოლართან, თურქულ ლირასთან და გირვანქა სტერლინგთან ლარი მეტნაკლებად მცირედით გამყარდა, როცა რუსულ რუბლთან გამყარებამ 2.5 თეთრი შეადგინა. მცირედი გამყარება დაფიქსირდა სხვა ვალუტებთან მიმართებითაც, მათ შორის სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანატთან და უკრაინულ გრივნასთან, ხოლო იაპონურ იენთან გამყარებამ 0.4 თეთრი შეადგინა. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლით გამყარდა ქართული ლარი იაპონურ იენთან. ივნისის მეორე სამუშაო კვირა საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიანი საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარ რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მოვიხილავთ. შოთა, საღამოშიდობის დიდი მადლობა შენი დროისთვის და პარასკევის ტრადიციულ რუბრიკაში ჩართულობისთვის. მოკლედ, მიმდინარე კვირაში ბევრი სასიკური მონაცემი გამოქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი დაკავშირებული იყო FDI-სთან, ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით, რომელიც შემცირდა. პრინციპში ეს ახალი არ არის, რადგან როგორც ვთქვით, ბოლო პერიოდში სწორედ შემცირების დინამიკა აქვს ამ ყველაფერს. მოდი მოვყვეთ ძირითადი მაჩვენებლები და ასევე ავხსნათ თუ რა მიზეზით დაფიქსირდა ის, რაც დაფიქსირდა. დიახ, გამოქვეყნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი კვარტლის მაჩვენებლები, საიდანაც გავიგეთ, რომ მხოლოდ 179 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა საქართველოში, რაც 7.7%-ით არის ნაკლები 2024 წელთან შედარებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელსაც მთლიანად 1/3-ით იყო ნაკლებული FDI-ის მოცულობა, ამ შემცირების შემდეგ კიდევ ერთი შემცირება იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები მნიშვნელოვან ახალ პროექტებს არ იწყებენ საქართველოში. საგულისხმოა ის, რომ პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის შემდეგაც ყველაზე მცირე იყო, ხოლო კლების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საფინანსო სექტორში ინვესტიციების შემცირება იყო, მეტიც გადინება დაფიქსირდა 26 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ სექტორს, ეს არის ენერგეტიკა, სადაც 70 მილიონი დოლარი ჩაიდო, მეორე პოზიციაზე არის ტელეკომუნიკაციებისა და IT სფერო, სადაც 52 მილიონი დოლარი ჩადეს ინვესტორებმა, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს სამშენებლო სექტორი 27 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციებით. თუმცა გავაგზავნებთ დაკვირვებას და შეიძლება წლის განმავლობაში შეიცვალოს უფრო ზრდის მიმართულებით ან რაიმე ახალი პროექტი გამოცხადდეს, თუმცა ჯერჯერობით ძირითადად არსებული ინვესტორების რეინვესტიციებს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მასში ახალი პროექტების წილი საკმაოდ მცირეა.
შოთა ასევე მიმდინარე კვირას მსოფლიო ბანკმა განაახლა ზრდის პროგნოზები მთელი პლანეტისათვის ფაქტობრივად. გადაიხადა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა მათი უმეტესობისათვის. ზრდის პროგნოზები არის შემცირებული, მათ შორის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ზრდის პროგნოზი შეუმცირდა, ეს არის საქართველო. რა კორექციაზეა საუბარი და როგორ ხსნის ამ ლოგიკას თავისი არსით მსოფლიო ბანკი? დიახ, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის განახილებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ შემაშფოთებელ მაჩვენებლებს ხაზავს. მსოფლიო ბანკის შეფასებით გლობალური სავაჭრო დაძაბულობა ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე გავრცელდება, რის გამოც მათი პროგნოზით წელს გადაიხედა და 70%-ს ქვეყნებისა შეუმცირდა ზრდის მაჩვენებლები, მათ შორის არის საქართველოც, სადაც 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელიან წელს ქვეყანაში, რაც 0.5% პუნქტით უფრო ნაკლები არის იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ნავარაუდები. თუმცა ამ შეფასებას არ იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც პირიქით გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%, 6%-დან 7.2%-მდე. და IMF-ი ვერ ხედავს ისეთ მკვეთრი შემცირების რისკებს, რაზეც მსოფლიო ბანკი მივანიშნებს. თუმცა მსოფლიო ბანკი კვლავ ხაზს უსვამს, რომ მაღალი გაურკვევლობისა და სავაჭრო ომების პირობებში წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ეს მთლიანობაში ზრდა იქნება 2.3%, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა აქ შეიძლება ბევრი რამ ესე არ გამართლდეს, რადგანაც ეს ყველაფერი გარკვეულწილად სპეკულაციაზეა დამოკიდებული და იმ მოლდინზე, რომ შეიძლება ბაზარზე იყოს არასტაბილურობა და ზოგადად ბაზარში არასტაბილურობა ნეგატიურად აისახება ყველა საქმიანობაზე, მათ შორის საპენსიო ფონდის საქმიანობაზეც, რომლის თანხის საკმაოდ სერიოზული ნაწილი არის ინვესტირებული საფონდო ბირჟაზე. მოდი ვისაუბროთ ჩვენ საპენსიო ფონდზე, როგორ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად იგი, როგორ მიიღო თავად საპენსიო ფონდმა ის ვოლატილობა, რომელიც ამ თვეების განმავლობაში საფონდო ბირჟაზე იყო და როგორი არის ამჟამინდელი მონაცემები. დიახ, საპენსიო ფონდმა გამოაქვეყნა მაისისთვის მდგომარეობით ფონდის მთლიანი ზომის მოცულობის შესახებ სტატისტიკა და მონაწილეთა სტატისტიკა. ამ მაჩვენებლების თანახმად გასული ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარით გაიზარდა ფონდის ზომა და მან 6 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწია. მთლიანად ფონდში 1.4 მილიონ მეტი ადამიანი არის ჩართული და მათი დანაზოგების 99% განთავსებული არის დაბალ რისკიან პორტფელში, რომლის უდიდესი ნაწილიც არის განთავსებული ეროვნული ვალუტის აქტივებში, ხოლო 20%-მდე არის განთავსებული უცხოურ ვალუტაში, აქედან კი 16% გლობალურ საფონდო ბირჟაზე. თუმცა სტატისტიკის მიხედვით მზარდი არის, ბოლო ნახევარ წელიწადში გაიზარდა 1 მილიარდი ლარით საპენსიო ფონდის აქტივები. ამასთან თვითონ ფონდი უფრო გამკაცრებას გეგმავს საპენსიო შენატანების ამოღების მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც ფონდმა განცხადება დღესაც გამოაქვეყნა და კომპანიები გააფრთხილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ისინი სრულყოფილ მონაცემებს არ წარადგენენ, მათი დაჯარიმებაც და საურავების დაკისრებაც მოხდება, რათა მათი ყველა დასაქმებულის საპენსიო შენატანები პირნათლად იყოს ფონდში გადარიცხული. შოთა, დიდი მადლობა, საინტერესო მიმოხილვა გამოვიდა ივნისის მეორე კვირაში, უკვე მომდევნო პარასკევსაც დავუყურდებით. საინტერესო მიმოხილვა შენგან საქმიან საღამოში BMJ-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშალაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ. საქმიანი საღამო კი ამით არ დასრულებულა, რადგან გადაცემა ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებთ და დღეს მთავარ თემაზე ისრაელს და ირანს შორის დაწყებულ ბრძოლაზე მოგიყვებით. დაგუყურებთ. ენგურჰესმა ტალღოვანი კაშხლის ტანისა და ფუძის, ასევე მიმდებარე ტერიტორიისა და მისასვლელი გზების დეფორმაციული პროცესების გეოდეზური კვლევების ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. 624,000 ლარიან ტენდერზე განცხადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ცაგერის სოფელ ქვედა ცაგერსა და დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 32 მილიონი ლარია, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
დაავადება მაინც გავრცელდება მთელ საქართველოში, ვინაიდან მისი გავრცელების შეფერხება ძალიან რთულია. ამის შესახებ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა დაავადება ტროპილელაფსზე საუბრისას, რომლის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. დღეს დილით მსოფლიო გაიგო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანეს იერიში, ირანში მდებარე ათეულობით სამიზნეზე. ეს სამიზნეები ძირითადად უკავშირდება სამხედრო ან ინდუსტრიულ წარმოებას, სადაც მეცნიერები და სხვადასხვა ტიპის მუშაკები მუშაობდნენ ურანის გამდიდრებაზე. ურანი, როგორც ცნობილია, ბუნებაში ხელმისაწვდომი რამ არის და მისი გამდიდრების შემთხვევაში ის გარდაიქმნება კონკრეტულ იზოტოპად, რომელიც უკვე მოგვიანებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ატომური იარაღის შექმნის მიმართულებით და ირანს გარკვეულწილად აკრძალული აქვს ატომური იარაღის შექმნა, ისე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რადგან იმ დროს ვერ მოასწრო ირანმა ამის გაკეთება, როცა ამაზე მაინც დიდი რეგულაციები არ არსებობდა, როგორც სხვა ქვეყნებმა, ამიტომაც დღეს ეს ოფიციალურად არის აკრძალული. ამ თემაზე ირანი და ამერიკა საუბრობენ უკვე დიდი ხანია, მაგრამ როგორც რამდენიმე დღის წინ გაირკვა, ირანი და ამერიკა ვერ მორიგდნენ ეგრეთ წოდებულ nuclear deal-ზე, ანუ მოლაპარაკებაზე ჩაიშალა და სწორედ ამის შემდეგ დაარტყა ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე. რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი იერიში მიიტანა ისრაელმა აგრეთვე და როგორც მედიაში გავრცელდა ეს გეგმა, რომლის განხორციელება გუშინ დაიწყო, ორკვირიანია, დაახლოებით 14 დღის განმავლობაში გეგმავს ისრაელი ირანის ტერიტორიაზე კონკრეტული სამიზნეების დაბომბვას, მაგრამ ეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ჩვენ ამის შესახებ ცხადია დაზუსტებულად არაფერი არ ვიცით. ამ თავდასხმას, რომლებიც გუშინ მოხდა, შეეწირა ძალიან ბევრი მეცნიერი, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო მეთაურები. მათ შორის იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა, როცა საცხოვრებელ სახლში ერთ კონკრეტულ ბინაში მივიდა დრონი და მხოლოდ ერთი კონკრეტული ბინა აფეთქა, სადაც ის ადამიანი იყო, რომელიც იყო სწორედ სამიზნე, ასეთი რამ არ გვინახავს, მანამდე ძალიან საინტერესო ტაქტიკური სვლა იყო ისრაელის მხრიდან. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დაიძაბა ძალიან ვითარება, ამის შესახებ ჩვენ ვიცოდით რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ბაზარმა მაინც ძალიან ნეგატიური რეაქცია ჰპოვა ამ ყველაფერზე. ბაზარმა კი იმიტომ, რომ ამერიკა გვინდა ეს თუ არ გვინდა გარკვეულწილად ამ ყველაფერში მაინც ფიგურირებს. ნამდვილად, რადგანაც ისრაელი თავისი არსით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის ნებართვის გარეშე არაფერს არ აკეთებს, რადგანაც ამერიკა არის მისი მთავარი ზურგი და საყრდენი. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ისრაელი ამდენი ხანი იქ ვერც გაძლევდა, ვინაიდან მის გარშემო ლამის ყველა მტრულად არის განწყობილი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ცალსახა პარტნიორად მოიხსენიოთ და მოვიაზროთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამერიკა არ ადასტურებს კონკრეტულად ამ სამხედრო ოპერაციაში ჩართულობას. აქ არ ადასტურებს არც საგარეო საქმეთა მინისტრი, მარტივად რომ ვთქვა, ანუ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და არც თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მას დაუსვეს დღეს ეს შეკითხვა. 9-ნაირი ფორმულირებით და ყოველ ჯერზე მან პასუხად გასცა, რომ ის ამ კითხვაზე პასუხს არ გასცემს. შესაბამისად არსებობს გარკვეული სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მთავრობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, რადგანაც ტრამპმა თქვა ერთი საინტერესო წინადადება. ირანს მოლაპარაკებისათვის ჰქონდაო 60 დღე. გუშინ იყო 71 დღე. აი აქედან ძალიან მარტივად შეგვიძლია დავასვათ, რომ სწორედ 60 დღიანი დედლაინის ამოწურვის შემდეგ ისრაელს გარკვეულწილად დაინთო მწვანე შუქი, რათა მას განეხორციელებინა ეს სპეცოპერაცია. თუმცა ოპერაციაში, რა თქმა უნდა, ამერიკა პირადად საკუთარი ტექნიკით და ჯარით არ იყო ჩართული, ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, აქ უფრო მეტად პოლიტიკურ ნებართვაზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე არის საუბარი, რომელიც შეიძლება ისრაელს ნამდვილად მიეღო და ამაში გასაკვირი პრინციპში არც არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც პირდაპირ თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გამოვიდა საჯარო და განაცხადა, რომ მათ ეს მართლა გააკეთეს, არანაირი სპეკულაცია რომ არ არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი იმასაც ამბობენ, რომ ასეთი შეტევები გაგრძელდება იქამდე, სანამ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლომდე არ განადგურდება და ყველა ის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის განვითარებაში, საიქიოს არ მებარდება. ხო, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაფასა ეს ყველაფერი როგორც ექსისტენციალური საფრთხე, რომელიც ისრაელს უდგას და ამით ახსნა სწორედ ამ შეტევების აუცილებლობა და გვახსოვს ჩვენ წინა კვირებში ისრაელმა რამდენიმეჯერ გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაიბომბა ირანის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეები, მაგრამ მან უკვე ამერიკა იყო ჩართული და დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ჩვენ ვცდილობთ მოვალაპარაკოთ ირანს, გვაქვს რაღაცნაირად მოლაპარაკების იმედი და ჯერჯერობით უნდა გადავავადოთ, ასეთი რამდენიმეჯერ ითქვა, მაგრამ მას შემდეგ რაც ირანი გამოვიდა მოლაპარაკებებიდან კიდევ ერთხელ და გარიგება ჩაიშალა, უკვე ისრაელმა მიიტანა იერიში. ამის ფონზე ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა და შიში ზოგადად მთელ მსოფლიოში, რომ შეიძლება ომი დაიწყოს ამ
ამ ქვეყანას შორის, რაც უცნაური გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რადგან მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან ესენი ერთმანეთის მიმართ, აგრეთვე ამერიკა და ირანი არიან ცალკე მტრული სახელმწიფოები და ზოგადად ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური ძვრა არის მსოფლიოში და ამიტომაც უცნაური კონტექსტიდან გამომდინარე ეს არ იქნება მით უმეტეს რომ უკვე წლებია ამ თემაზე მიდი საუბარი. აქედან გამომდინარე საინტერესოა ქვეყნების ეკონომიკური და სამხედრო პარამეტრების შეფასება, რათა ვთქვათ თუ რამხელა ჯარი და რა შესაძლებლობები აქვს თითოეულ ქვეყანას. მოსახლეობით უდავო ლიდერი არის ირანი, სადაც 99 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საწინააღმდეგო მხარეს არის დაახლოებით 10 მილიონი ისრაელელი, ტერიტორიულად ცხადია ირანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა პლანეტაზე, ისრაელი კი ძალიან მცირე ზომის ქვეყანაა, სადაც აგრეთვე არც ბუნებრივი რესურსები არ არის, დიდად რეალურად დიდად არაფერი არ არის მიწაში იმ ტერიტორიაზე, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის მიწისებოთ, მათ შორის თავდაცვითი სისტემები, რომელთა მიხედვით ისრაელის საერთოდ პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდწილად ამერიკის დამსახურებით არის. მაგრამ საინტერესო არის, რომ ადამიანების და მიწის და ნავთობის არსებობის მიუხედავად და სხვა დამატებითი ბუნებრივი სარგებლის მიუხედავად, ისრაელის ეკონომიკა გაცილებით დიდია ვიდრე ირანის ეკონომიკა, მისი ზომა არის 560 მილიარდი, ხოლო ირანის ეკონომიკა არის 420 მილიარდი დოლარი და ერთ სულ მოსახლის გადასვლითაც ხომ საერთოდ ძალიან დიდი სხვაობაა, დაახლოებით $60,000 არის ისრაელის შემთხვევაში და სულ რაღაც $5,000 არის ირანის შემთხვევაში, რაც მიანიშნებს და ყველამ კარგად ვიცით ისედაც ეს, თუ რამხელა სხვაობა არის ზოგადად ცხოვრების დონეს და სხვა ბევრ ეკონომიკურ პარამეტრს შორის ირანსა და ისრაელს შორის. ირანი ერთ-ერთი ყველაზე საქსირებული ქვეყანაა პლანეტაზე, ხოლო ისრაელი საკმაოდ განვითარებულია და ისრაელური ბიზნესი ძალიან ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. აგერ Google-მა შეიძინა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი წამყვანი ისრაელური სტარტაპი რამდენიმე $10 მილიარდ და ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამის. სამხედრო ბიუჯეტიც ისრაელზე გაცილებით მაღალია, დაახლოებით $24 მილიარდი, ცხრის წინააღმდეგ, რაც სწორედ იმ თავდაცვის სისტემაზე მოდის დავიდის შურთულზე და კიდევ ბევრ რამეზე, მათ შორის რკინის გუმბათზე, რაც იცავს ფაქტობრივად ნებისმიერი ტიპის შეტაკებისგან. ისრაელზე ეს დიდწილად დაფინანსებულია და მოპოვებულია ამერიკის დახმარების მხრიდან, რადგან სწორედ ამერიკული ტექნიკით არის ისრაელი მომარაგებული. მაგრამ საწინააღმდეგოდ ირანს ყავს გაცილებით მეტი ადამიანი ჯარში, არა რეზერვში, არამედ აქტიურ სამხედრო პერსონალში, დაახლოებით 3-ჯერ მეტი, რაც სწორედ იმით არის განპირობებული, რომ როგორც წესი ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს უფრო მეტი ადამიანი ყავთ ჯარში, რადგან სწორედ ასე აკომპენსირებენ თავის ტექნოლოგიურ წარუმატებლობას, მაგრამ საფუძვლად ამისა სარეზერვო ძალა არის უფრო დიდი ისრაელში, რადგან ისრაელში მოგხსენებათ არის კანონი, რომლის თანახმად ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჯარი ცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად სქესისა, მიუხედავად მისი ეკონომიკური თუ ნებისმიერი სხვა მდგომარეობისა, ამიტომაც თუ კი საჭირო გახდა ნებისმიერი ისრაელელი შეიძლება გამოძახებული ქვეყანას შეუძლია ობრძოლა. და ისინიც სხვა შორის ხასიათითაც მზად არიან ყოველთვის საკუთარი ქვეყანა დაიცვან, ესეთი რამეც აქვს და მთავარი უპირატესობა რაც აქვს ისრაელს არის ის, რომ ის არის ბირთვული სახელმწიფო, თუმცა ოფიციალურად ასეა, ირანზე ოფიციალურად არ არის ის ბირთვული სახელმწიფო, თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ ეს დადასტურებულად არ ვიცით, გამორიცხული ამაში არაფერი არ არის, მაგრამ სულ მცირე ფურცელზე 90 კობინი აქვს ისრაელს და ცხადია ალბათ არასდროს იქნება საჭირო ამ კობინების გამოყენება, მაგრამ სულ მცირე მისი არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ორ ქვეყანას შორის, თუ კი რაღაცა ტიპის ომი ან მსგავსი რამ იქნება. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ თავად ისრაელის ტექნიკა არის გაცილებით უფრო თანამედროვე, ვინაიდან ისრაელს მაგალითად ყავს F-35-ები, F-16-ები, რომელთა მსგავსი მსოფლიოში არსად არ არის, უბრალოდ გამოსასწრომი სპეციალურად ისრაელისათვის შექმნილი ვერსიებიც კი არის ბაზარზე წარმოდგენილი, ხოლო ირანის მხარეს არის ძველი გამოშვების მიგები და სუხოის ტიპის გამანადგურებლები, რომელთაც ჯერ კიდევ ცივი ომის დროს იყენებენ და შესაბამისად მათი ტექნიკურად ასე შედარება არის უბრალოდ შეუძლებელი. კონვენციურ ომში გარკვეული უპირატესობა აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, ირანსაც კი, ვინაიდან მას მეტი სამხედრო ჰყავს და შეუძლია თეორიულად რომ უფრო მეტი ხანი იბრძოლოს, თუმცა თუ კი სრულ სამხედრო, ასე ვთქვათ, შეიარაღებას გავითვალისწინებთ, ისრაელთან ბრძოლა არის ფაქტობრივად შეუძლებელი, ვინაიდან ის არის ბირთვული სახელმწიფო და თუ კი დასჭირდება ისრაელს გადარჩენისათვის ამ ნაბიჯის გადადგმა, სავარაუდოდ ისრაელი ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს. მსოფლიოში არსებული არაერთი კრიზისის დაძაბულობის და ომის ფონზე საზოგადოებაში და პოლიტიკოსების წრეებში და ბიზნეს წრეებში ჩნდება ლეგიტიმური კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ სამყარო აღმოჩნდეს ატომური ანუ ბირთვული ომის წინააღმდეგ. ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება თეორიულად მიუთითებდეს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი, ამერიკა-ჩინეთის დაძაბულობა, აგერ გუშინდელი და დღევანდელი ირანი-ისრაელის დაძაბულობა, ინდოეთ-პაკისტანს შორის პერიოდულად წლების განმავლობაში კონფლიქტი ღვივდება
იზრდება ხოლმე, აგრეთვე ჩრდილოეთ კორეაც არის გააქტიურებული და საერთო ჯამში ძალიან ბევრი კერაა დაძაბულობის მთელ მსოფლიოში, რომელიც ხან ჩაიძინებს, ხან თავიდან მძვინვარებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი ეს კონფლიქტი არ არის მოგვარებული და მისი მოგვარებაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ამ კონფლიქტების უდიდეს ნაწილი არის გაყინული. მაგრამ ბევრი ქვეყანა, რომელიც ამა თუ იმ კონფლიქტში არის ჩართული, არის ატომური სახელმწიფო, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის არსენალში არის ბირთვული კომბინები, რომელთა თეორიულად გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას, თუკი ეს დასჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ერთხელ მეორე მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ ასეთი ყოველ შემთხვევაში ამ მასშტაბის არ ყოფილა მსგავსი რამ გამოყენებული. ოფიციალურად 9 ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი, ესენია ცხადია ამერიკა და რუსეთი, რომელთაც ყველაზე დიდი არსენალი აქვთ, აგრეთვე არის ჩინეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა. ნუ სულცირე ასე ვიცით ჩვენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არის ეს გამორიცხული არის, მაგრამ ალბათობები იმისა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჰქონდეთ ატომური იარაღი ჩრდილოეთ კორეაში, არის ძალიან მწირე, რადგან ძალიან რესურსებიც არ არის და ძალიან სანქცირებული ქვეყანაა და ძალიან რთული იქნება ტექნიკურ დონეზე ამის გაკეთება იქ. შესაბამისად, მოკლედ ირანი ამ სიაში არ არის, მაგრამ თეორიულად შეიძლება ირანსაც ჰქონდეს ატომური იარაღი, რომლის შესახებ ასე ოფიციალურად ცნობილი არ არის. და ზოგადად ბირთვული სახელმწიფოები მიყვებიან გარკვეული ეთიკის კოდექსს, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ყოველთვის ერიდებიან ბირთვული იარაღის გამოყენებას და მათ შორის ბირთვული რიტორიკის გამოყენებასაც. კი, ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც იარაღს არ იყენებს მართალი მიუხედავად იმისა, რომ მერამდენი წელია ომში ჩართული, მაგრამ რიტორიკას ხშირად მიმართავს და კრემლში უყვართ ხოლმე, ასე ვთქვათ, ტრაბახი თავიანთი ბირთვული არსენალი და იმის თქმა, რომ თუ დასჭირდება რუსეთის ფედერაცია შეუძლია, რომ არა მარტო დედამიწაზე, არამედ ზოგადად მზის სისტემაში ყველა პლანეტა გაანადგუროს, რაც რა თქმა უნდა მას თეორიულად შეუძლია, თუმცა ამ ამბის არასოდეს გადადგამს, რადგანაც ეს თავისი არსით თვითგანადგურებასაც ავტომატურად გულისხმობს. შესაბამისად, აქ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებ სავარაუდო იქნება დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს უკრაინასთან ომს, მაგრამ თუკი რუსეთი მივა ზღვარზე, ანუ თუკი მის არსებობას შეექმნება ეგზისტენციალური საფრთხე, მაშინ უკვე მას თეორიულად შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ ამისი საფრთხე ჯერჯერობით ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ ჩანს, თუკი რა თქმა უნდა უკრაინასთან ერთად სხვაც არ დაუწყებს რუსეთს ომს, ამისი შანსი კი უახლოეს მომავალში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან დაბალია. კიდევ ერთი დაძაბულობის კერა მსოფლიოში არის ტაივანი, მცირე ზომის კუნძული ჩინეთთან ახლოს მდებარე, რომელთან დაკავშირებითაც ჩინეთი ამბობს, რომ ეს არის მისი კუთვნილი ტერიტორია, ხოლო ტაივანი საკუთარ თავს აღიარებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მისი ზომის მიუხედავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია, რადგან მსოფლიოში არსებული მიკროჩიპების დანახევარგამტარების 66%, ანუ 2/3 იწარმოება სწორედ ამ მცირე ზომის კუნძულზე, რომლის ეკონომიკა ფაქტობრივად 100%-ით არის დამოკიდებული ერთ კომპანიაზე და ერთ ინდუსტრიაზე, რაც არის სწორედ მიკროჩიპების წარმოება და TSMC. დაძაბულობა ამ თემაზე ყოველთვის იყო, რეალურად დაძაბულობის გამო შეიქმნა თავის დროზე ტაივანი და იქ გადასახლდნენ იმ დროს ჩინეთის შიდა დაპირისპირების შედეგად კონკრეტული ფენა, მართველი ელიტა, რომელიც კომუნიზმს ებრძოდა, გადავიდა იქ და დაფუძნდა ასე ვთქვათ ტაივანის კუნძულზე და მოკლედ ცხადია თუკი მისი ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე თუკი ჩინეთი დაარტყავს ტაივანს ამერიკა გარკვეულწილად იძულებული იქნება რომ ის დაიცვას მიუხედავად იმისა რომ ამერიკას და ტაივანს შორის ასე პირდაპირ ისეთი ურთიერთობა არ არის მაგალითად როგორც არის ისრაელს და ამერიკას შორის ცოტა რთული საკითხია ეს ნამდვილად გეოპოლიტიკურად მაგრამ ალბათ მოუწევს ამის დაცვა მაგრამ რამდენად მოხდება ეს ატომური იარაღის გამოყენებით ეს ცოტა საკითხავია და კითხვის ნიშნებს ნამდვილად აჩენს ასევე იმავე რეგიონში უნდა დავჭრეთ კიდევ ერთ სახელმწიფოზე ვისაუბროთ, რომელიც არის ჩრდილოეთ კორეა, თავისი არსით დიქტატურა, აგრესიული დიქტატურა, თანაც სადაც ერთადერთი მიღწევა არის ხოლმე ახალი რაკეტის გამოცდა და ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს კონტინენტთა შორის რაკეტები და მათ შორის როგორც ამბობენ, ყოველ შემთხვევაში ბირთვული არსენალიც აქვს ძალიან სერიოზული ჩრდილოეთ კორეასო, თუმცა ეს საეჭვო სავარაუდოდ მის არსენალში იქნება რამდენიმე კობინი, ისეც ჯერ კიდევ ალბათ მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდში შექმნილი, რომელიც ან მუშაობს და ან არა, თუმცა ბირთვული იარაღს ესე ვერ გამოცდივერსად ამის გაკეთება არის ძალიან რთული და ტექნიკურად ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის ხშირად ცდის კონტინენტთა შორის რაკეტებს, რაც არის მიმართული იაპონიისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, რომელთა წინააღმდეგაც ჩრდილოეთ კორეას ტექნიკურ დონეზე დღესაც აქვს მიმდინარე ომი, მაგრამ ეს ომი არის გაყინული, მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი ის ნიუანსი, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა შეეცდება და სამხრეთ კორეას ან იაპონიას დაარტყამს,
მას გარანტია შეუძლია ჰქონდეს იმისა, რომ ის იმ დღესვე გაქრება რუკიდან, რადგანაც სამხრეთ კორეასაც და იაპონიასაც თავდაცვის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კორეა უბრალოდ გააქრონ, შესაბამისად ამ ნაბიჯზე ვერც კიმ ჩენ ირინი ვერასოდეს ვერ წავა. და სხვა შორის ეს დეტალი, რომლის შესახებ შევსაუბრობ, არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმი ბირთვული ომის წინააღმდეგ, მას ქართულად ქვია გარდაუვალი ურთიერთგანადგურების კონცეფცია, mutual assured destruction ინგლისურად, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა მოინდომებს, რომ მეორე ქვეყანა, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღს, მასზე ბირთვული შეტევა მიიტანოს, ეს ხათი ამ ყისიერად არ ხდება, რაკეტას რო ჭირდება, რომ მივიდეს დანიშნულების წერტილამდე, ამას ხვდება მეორე ქვეყანა, რომელსაც უკვე ავტომატურად აქვს დაყენებული ესეთი რამ, რომ თუკი ერთი მხრიდან მოდის ხო ბირთვული იარაღი, ისის ბირთვული იარაღს და დიდწილად ამ ორ ქვეყანაში და უკვე გარშემო რაც არის, იქ ძალიან ცუდი პრობლემა შეიქნება და მოგებული ამით არავინ არ დარჩება და ამიტომაც როგორც ამბობენ ეს დაუწერელი დოქტრინა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს ქვეყნები არ იყენებენ ბირთვულ იარაღს, მაგრამ ნუ ცხადია ბევრი რამ იცვლება და თეორიულად შეიძლება ესეც შეიცვალოს უახლოს. ეს დოქტრინა არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი მექანიზმი რეალურად რაც არსებობს, რადგანაც ის წმინდად ლოგიკურ სტრუქტურას ეფუძნება, ის არ ითვალისწინებს არანაირ პოლიტიკურ პრეფერენციებს და არანაირ მორალს. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ გესვრიან შეც უბრუნე პასუხს და ორივე საბოლოო ჯამში განადგურდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა გარკვეული ინიციატივები არსებობს ბირთვული შეიარაღების შემაკავებელი, მათ შორის იყო ესეთი New Start-ის ცნობილით, რომელიც გარკვეულწილად უკვე ვადაგასულია და არარელევანტურია, მაგრამ მოლაპარაკებები ხშირად ჭრის ამ მიმართულებით, მაგალითად ცოტა ხნის წინ ინდოეთი და პაკისტანი როდესაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მხარეები იმიტომ არ აგრძელებენ რეალურად დაპირისპირებას და კონფლიქტის ესკალაციას, რომ ორივე მხარეს აქვს ბირთვული იარაღი, შესაბამისად, თუ კი რაღაც ეტაპამდე მივლენ ქვეყნები, რომელიღაცას მოუნდება რომ გამოიყენოს ეს იარაღი, რაც გულისხმობს ავტომატურ თვითგანადგურებას, რაც ხშირად ყველაზე კარგი შემაკავებელი მექანიზმია, ამიტომაც ვხედავთ, რომ ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთს არასოდეს არ ეომებიან ჯერჯერობით ასეთი მაგალითი ჩვენ ესე პირდაპირ ნათლად და ცხადად არ გვინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთს არ ეომებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა და კაცობრიობა სიმშვიდის სამუდამო ეპოქაში გადავიდა. არა, კონვენციური ომი, ანუ ტრადიციული ომი, სადაც არის გამოყენებული რაკეტები, ტანკები, თვითმფრინავები და ჯარისკაცები, დღესაც გრძელდება სამწუხაროდ, აგერ ახალი კერა კიდევ გაიხსნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ამ მიმართულებით ადამიანის ბუნება ფაქტობრივად არის უცვლელი, თუ კი რაღაც ტექნოლოგიური რევოლუცია არ გამოჩნდა და ომსაც არ დაუკარგა აზრი, რომლის შანსიც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია. სოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის გაიაფების და რუსეთის დამატებითი სანქციების ფონზე ცხადია მცირდება საბიუჯეტო შემოსავალი, რომელსაც რუსეთი იღებს და იზრდება შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2025 წელს გაიზარდა 45 მილიარდ დოლარამდე, უბრალოდ საპროგნოზო მაჩვენებელია ეს და წესდარიგით შეადგენს 45 მილიარდ დოლარს, ანუ მთლიანი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ს წინა თვეში, მხოლოდ წინა თვეში იყო 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. ეს მაჩვენებელი 485 მილიარდის შემოსავალი არის პროგნოზი და 530 მილიარდის ხარჯები არის პროგნოზირებული რუსეთის სამხედრო ბიუჯეტში, რაც მარტივად რო ვთქვათ, კომპანიების ტერმინებში რო გადავიტანოთ, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დღეს წაგებაზე მუშაობს, ფინანსურ წაგებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უწევს დამატებითი თანხები მოაბილიზოს სხვადასხვა გზებიდან, მათ შორის ობლიგაციების გაყიდვით, სხვადასხვა ტიპის სესხების აღებით და ასე შემდეგ. ცხადია, ყველაფერი ეს უკავშირდება ნავთობისა და გაზის სარეალიზაციო შემოსავლების შემცირებას და ფასების კლებით არის ეს განპირობებული, რადგან თუ კი მთავარი პროდუქტის ღირებულება შემცირდა, მაშინ შემოსავალი, რომელსაც მიიღებს რუსეთი, აგრეთვე შემცირდება და შესაბამისად ეს არის ის ვითარება, რომელიც აქვს ისეთ ქვეყანას, რომელიც არის დამოკიდებული დიდწილად ერთ ან ორ ან რამდენიმე ძირითად ბუნებრივ წიაღისეულზე და რუსეთის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა. ასევე კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება ამჯერად ევროკავშირს, რომლის ხელმძღვანელობაც გეგმავს, რომ ეგრეთ წოდებული შავი სიიდან ამოიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეს შავი სია უკავშირდება ფულის გათეთრების რისკის მქონე ქვეყნების ჩამონაცვალს, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროები და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უკვე ძალიან დიდი ხანია იმყოფებიან, ვინაიდან ამ ქვეყნებში წლების განმავლობაში არ არსებობდა არანაირი ფინანსური სტანდარტები, არც AML-ის მიმართულებით, არც CFT-ის მიმართულებით და არც ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების მიმართულებითაც და უფრო მეტიც ამ ქვეყნებში სპეციალურად იყო შექმნილი ესეთი ბუნდოვანი კანონმდებლობა, რომელიც აძლევდა საერთო რეპუტაციის მქონე კომპანიებს იმის საშუალებას, რომ იქ ჩასულიყვნენ ბიზნესი იქ ისე ეკეთებინათ, რომ შესაბამისი ანგარიშვალდებულება არ წარმოედგინათ და ინვესტორებს არც გაეგოთ რეალურად რა ხდებოდა ამ კომპანიების შიგნით. სწორედ ეს იყო გარკვეულ პერიოდში UAE-ის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, მაგრამ ქვეყანა გარვითარდა ბოლო პერიოდში ის თანამედროვე რეალურ ფინანსურ ცენტრად და ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბდა, შესაბამისად დაინერგა AML-ის და CFT-ის სტანდარტები და ახლა უკვე გაერთიანებული
საამიროები არაბთა იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რომ მათ შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ საამიროს, რომ იყოს ევროკავშირთან ჩართული სრულ ეკონომიკურ მდგომარეობაში და სრულ ეკონომიკურ ვაჭრობაში, შესაბამისად ეს გამოიწვევს ამ ქვეყნის ამოღებას ამ შავი სიიდან, რაც გაუხსნის ევროკავშირს იმის საშუალებას, რომ UAE-ში დააბანდოს ინვესტიციები, რადგანაც აქამდე ეს ფაქტობრივად იყო შეზღუდული, რადგანაც ინსტიტუციურ ინვესტორებს არ უყვართ გაუმჭვირვალობა და ბუნდოვანება, ხოლო თუ კი ამ მიმართულებით არ იქნება პრობლემები და ქვეყანაც არ იქნება შავსიაში, მაშინ ინვესტიციები უფრო მეტად გაიზრდება და ეს სახელმწიფო, რომელიც წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ნავთობის ექსპორტზე, შეძლებს საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ისე განვითარებას, როგორც ეს თანამედროვე რეალურ სახელმწიფოს შეეფერება. არც ერთი ფინანსური ჰაბი არ არსებობს იმის გარეშე, რომ იქ ადამიანები, მდიდარი ადამიანები არ ჩავიდნენ და კომპანიები არ დაარეგისტრირონ, ფული არ დახარჯონ და ასე შემდეგ. მდიდარ ადამიანებთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შედგა გლობალურ რეიტინგებში, Forbes-ის რეიტინგის თანახმად მეორე ადგილზე გადაინაცვლა ორაკლის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა, რომელმაც სიმდიდრის შეფასებით ჯეფ ბეზოს და მარკ ზაკერბერგს გადაუსწრო და ყველაფერი ეს უკავშირდება ბოლო რამდენიმე დღეში ორაკლის მიერ საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ ძალიან დიდ ზრდას, რომელმაც 10%-ს გადააჭარბა. თავად ეს კი უკავშირდება იმას, რომ ორაკმა დადო ფენომენალური კვარტალური შედეგები, განსაკუთრებით AI-ის და cloud-ის სერვისების მიმართულებით. ორაკლი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია სწორედ ამ მიმართულებით, მათ შორის ERP სისტემებს აწარმოებს და ზოგადად კორპორაციული ძალიან დიდი კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით არის ერთ-ერთი ლიდერი. ახლა ლარი ელისონს უსწრებს მხოლოდ ილონ მასკი, რომლის ქონების შეფასება არის 411 მილიარდი დოლარი და სხვა შორის ორაკლის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულთან ახლოს არის, ძალიან $200 ვაჭრობა ერთი აქცია და ძალიან კარგი შედეგები აქვს კომპანიას, დაახლოებით 16 მილიარდი შემოსავალი დააგენერირა საგარეშო პერიოდში, რაც $1.70 ტოლია თითო აქციაზე და პროგნოზირებულზე გაცილებით უკეთესი შედეგი იყო. ასევე ფანტასტიკური შედეგი აქვს მეტას, რომელიც ალბათ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბოლო 5 წელს ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს გვაჩენებს, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც მეტამ განიცადა რებრენდინგი, მას შემდეგ იყო დაღმასვლის მკვეთრი პერიოდი, ლამის ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა, თუმცა ეს მეტა აღარ არის უკვე. მეტა იქცა არა მეტავერსის შემოქმედი NFT სტარტაპად, არამედ რეალურ ძალიან სერიოზულ კომპანიად, რომელსაც პირველ რიგში აქვს ფანტასტიკური ბიზნესი, რაც უკავშირდება სოციალური ქსელების ბიზნესს და რომელშიც მეტა არის მონოპოლი, ფაქტობრივად და მეორე ბიზნესი ახლა უკვე მეტასთვის ეს არის ხელოვნური ინტელექტი და სწორედ AI-ის განვითარების მიმართულებით დგამს ეს კომპანია უდიდეს ნაბიჯებს და ახლა უკვე მეტამ შექმნა ახალი AI მოდელი VGEPRA-2 სახელით. მოდელი, რომელსაც კარგად შეუძლია 3D გარემოს აღქმა, სივრცის სიმულაცია და მარტივად რომ ვთქვათ, სივრცითი გამოთვლების განხორციელება. აქ ამ მოდელის დანიშნულება არის ორი რამ. პირველი ეს არის ვირტუალურ სამყაროში AI აგენტის გაწვრთნა, რათა მან შემდეგ რეალურ სამყაროში ოპერირება შეძლოს, ანუ აქ რობოტიკაზე ვსაუბრობთ, რა მიმართულებითაც მეტა და ლამის ყველა კომპანია დღეს ვითარდება და ვიცით და დადასტურებულია ის უკვე მომდევნო აწრეულში რობოტიკა სავარაუდოდ კოლოსალური ტემპით გაიზრდება, რაც თავისი არსით ხელოვნური ინტელექტზე არის მიბმული და მეორე დანიშნულება სივრცითი აღქმისა, ეს არის ჭკვიანი სათვალეები. მეტას მიზანი და ამბიცია არის, რომ მან შექმნას ისეთი ჭკვიანი სათვალე, რომელსაც ძალიან მარტივად შეეძლება მოხმარებისათვის კომპანიონის როლის გაწევა, ამისათვის კი აუცილებელია, რომ ჭკვიან სათვალეს შეეძლოს სივრცის აღქმა და იქ წარმოდგენილი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისათვის და შემდეგ უკვე სივრცის დამუშავება, რათა გარკვეულწილად პროექცია მიაწოდოს მომხმარებელს იმასთან დაკავშირებით, რაც მან უნდა იცოდეს ამ სივრცესთან დაკავშირებით. საერთოდ ჯამში ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით მეტა ძალიან დიდ ნაბიჯებს გამს და ის უკვე ამ ეტაპზე არის ლიდერი ამ ინდუსტრიისა, მეტა Ray-Ban-ით დაწყებული, რომელიც ბესტსელერია ფაქტობრივად ამ მიმართულებით, აგრეთვე მეტა Quest-ით დამთავრებული, რომელიც არის ერთდროულად ყველაზე ძვირადღირებულიც და ყველაზე ხელმისაწვდომი headset-ების მწარმოებელი კომპანიაც, რომლის VR და XR ჩაფხუტებს იყენებენ ყველგან, ყველა ინდუსტრიაში, განსაკუთრებით გეიმერებს და Apple Vision Pro-სგან განსხვავებით, მას რეალური მომხმარებლები ყავს, რადგანაც Meta Quest-ის შეძენა ყველაზე იაფიანი ვერსიის შეიძლება დაახლოებით $300, განსხვავებით $3500-ისა, რაფასიც დაადო Apple-მა თავის დროზე თავის XR ჩაფხუტს. ასეთი ამბები არის მსოფლიოში გეოპოლიტიკიდან და გლობალური ბიზნესიდან, მაგრამ კიდევ ერთი სიახლე გავრცელდა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელსაც შემოგთავაზებთ დღის რიცხვის ფორმატში.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით 1.9 მილიონი ევროს, ანუ დაახლოებით 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს, მაგრამ ამისთვის ფრიდრიხ მერცის მთავრობას პარლამენტის დასტური დასჭირდება. სამხედრო დახმარების ჭრილში უკრაინა გერმანიისთვის აირის თის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, მაგრამ ტაურუსის ტიპის შორმანძილზე სასროლ რაკეტებს კიევი ამ ტრაჩის ფარგლებში აღარ მიიღებს. როგორც ცნობილია, კანცლერმა მერცმა უკრაინას შორმანძილზე სასროლი იარაღის წარმოების და რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის უფლება მისცა. შესაბამისად, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების ახალი პაკეტის ნაწილი შორმანძილიანი შეიარაღებას მაინც ითვალისწინებს, მაგრამ არა იმდენად მზა იარაღის მიწოდებას, როგორც ადრე, არამედ ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას. თუკი გერმანიის პარლამენტი სამხედრო დახმარების ამ პაკეტს დაადასტურებს, გამოვა, რომ წელს გერმანიის მხრიდან უკრაინის დაფინანსება 9 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის გერმანია მეორე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ ამერიკა უსწრებს. კიელ ინსტიტუტის მონაცემებით მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე ევროპამ ჯამში 64 მილიარდი евро გამოუღო უკრაინას დასახმარებლად, ანუ მხოლოდ 1 მილიარდით ნაკლები ვიდრე ამერიკამ. ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით კი ევროპის მხარდაჭერა ამერიკულს დაახლოებით 23 მილიარდი ევროთი აჭარბებს. ესეთი ამბები ისმის სოფლიოდან მიმდინარე კვირაში. ჩვენ კი ახლა საქმიან საღამოში მომდევნო კვირის საქმიან პროგნოზს გაგაცნობთ. მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, ამერიკის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად 4.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფედის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის საჯარო განცხადება იქნება, რომელმაც სამამულო პერსპექტივაზე და ფედერალური რეზერვის სტრატეგიაზე უნდა ისაუბროს. გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ ამერიკის გარახლებულ სტატისტიკას ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამასთან სიახლეებს შევიტყობთ გაერთიანებული სამეფოდანაც, რომლის სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ახალ მონაცემებს ინფლაციასთან, ვაჭრობასთან, უმუშევრობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე მომავალ კვირას გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის ცენტრალური ბანკი, რომელიც სავარაუდოდ განაკვეთს უცვლელად დატოვებს. რაც შეეხება გეოპოლიტიკას, ამ მიმართულებით მთელ ყურადღებას ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის ომი მიიღრობს, რომლის დასრულების საკითხი ეჭვებს აჩენს და ინვესტორების დაბნეულობას იწვევს. გარდა ამისა, ინვესტორებს განსაკუთრებით აშფოთებთ ახალი კონფლიქტი, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის სწორედ ახლა დაიწყო. ამასთან, მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგანაც პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ, მათ შორის იქნებიან Accenture, Kroger, CarMax და Lennar Corporation. ესეთი იყო 13 ივნისის და მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლო საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ გეულდება თელარე გელანდიას საავტორო გადაცემა. წერტილი ჩვენ კი ორშაბათამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.